როგორ გავარჩიო სიყვარული ნამდვილი ვნებაა თუ მოწონება. ჩვენ უნდა ვისწავლოთ ადამიანის სიყვარული მთლიანად, არა მარტო მისი ფსიქოსომატური ნაწილის, არამედ მისი სულიერი მხარისა და სულიერი მხარის სიყვარულო შეძლო, ამისათვის შენც უნდა ცხოვრობდე სულიერად და იცოდე ეს რა არის. ადამიანი სულისა და ხორცის ერთობაა და ჩვენ ძალიან ხშირად მხოლოდ გარეგანი მხარე გვიყვარს, ვეწყობით, მოგწონს, მაგრამ ამის გარშეც არ არის. ისი არ არის, რომ აი სულიერად მომწონს, მაგრამ ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად არა. ამიტომ მოდი მაინც გადავწყვიტავ და ვქორწე, აგრე არ გამოვა. ადამიანის თლიანად უნდა მოიწონო, თლიანად უნდა შეგიყვარდეს. აბა ეს აქ ამ დროს რა თქმა უნდა უფლის დახმარებაა, ხო? უფალი გვახვედრებს ესეთ ადამიანს. აქვს თუ არა ჰიდროცეფალით ან სხვა გონებრივი დეფექტი დაავადებულ ადამიანს არჩევანი. იცი რა, ეს უფრო სამედიცინო სფეროა, იმიტომ რომ მაგალითად ზოგიერთ შემთხვევაში ადამიანი არის გარეგნულად ძალიან დაზიანებული ამა თუ იმ დაავადებით. მაგალითად ცერებრალური დაავადება და მაგრამ არჩევანის უნარი აქვს შენარჩუნებული. აი ცნობილი ფსიქიატრი რო იყო ავლი ზურაბაშვილი. მას ძალიან საინტერესო ფსიქიატრია სხვათა შორის ფილოსოფიურად მოაზროვნე და ძალიან დიდი ექიმი იყო და ავტორიტეტი და ის ესეთ რამეს ამბობს რომ ეს კომუნისტების პერიოდში იყო რომ ადამიანი როგორც არ უნდა იყოს შიზოფრენიით დაავადებული მას ყველა შემთხვევაში რჩება სიკეთისა და ბროტების შორის არჩევანის უნარი. ანუ ადამიანი სოციალურ გარემოში არაადეკვატურია, მაგრამ სიკეთეს და ბროტებას არჩევს. ანუ ადამიანის ინსტრუმენტი, აი თვალი თუ დაზიანდა, ადამიანი ვერ ხედავს გარე სამყაროს. მაგრამ თუ ადამიანის ინტელექტი დაზიანდა, ტვინის ფუნქცია დაზიანდა, მას სამყაროსთან არაადეკვატური კავშირი აქვს, ან საერთოდ არ აქვს, მაგრამ რა თქმა უნდა ეს ხელს უშლის მის პიროვნულ განვითარებას, მაგრამ არჩევანის შესაძლებლობა მას რჩება. თუმცა შეიძლება იყოს ისეთი ავადმყოფობები, სადაც ეს შესაძლებლობაც ადამიანს არ აქვს. ეს ექიმმა უფრო იცის, რა დროს ხდება. მაშინ ამ დროს რა ხდება? როგორ შეიძლება ეს ადამიანი, როცა მისი დაავადებული სხეული დარჩება დედამიწაზე და მის სული ამოვა, ვიცით, აი მაგალითად ჩვილი ბავშვი, ვთქვათ, პატარა თვეების ბავშვი, ასევე მას არ აქვს უნარი პიროვნული არჩევანის გაკეთებისა. ამიტომ მათი ხვედრი, როცა პატარა ბავშვების გარდაცვალება ხდება სამწუხაროდ, მათი ხვედრი ღვთის ხელშია. ნათლობით განიწმინდებიან ისინი და პიროვნული არჩევანის კომპენსაცია ხდება ღვთისახტო განგებულებით ჩვენთვის ეს საიდუმლოა, როგორ ხდება. დავიბად ესეთ ქვეყანაში, სადაც რელიგია არის ისლამი. ჩემი სოციალიზაციის შედეგად ვყარათ მაქვს რწმენა ალაჰის. ჩამინერგეს, რომ მართლმადიდებლობა არ არის ჭეშმარიტი იდეოლოგია. მართლმადიდებლობა იდეოლოგია არ არის, საერთოდ ეს ცხოვრების წესია. როგორ ვიპოვო ღმერთი? იცით რა შეა საქმე? ეს ძალიან ისეთი თემაა, ფაქიზი თემაა. მე მაგალითად რაც ეხლა დღეს აქ ვისაუბრა, ეს არის რა თქმა უნდა არასრულად, მაგრამ მართლმადიდებლობის აპოლოგია. მე ცოტა ისლამსაც შევეხე, ეს არის აპოლოგია მართლმადიდებლობისა. ჩვენ შეიძლება ერთი შეხვედრა გავაკეთოთ კიდევ ამ კუთხით, საკუთრივ მხოლოდ მართლმადიდებლობაზე ვისაუბროთ, როგორც მოძღვრებაზე. მე როგორც არ უნდა ლოგიკურად გისაბუთოთ, ვერ დაგიმტკიცებთ, რომ მართლმადიდებლობა ჭეშმარიტებაა სხვა რელიგიებთან შედარებით. ან უпростоრედ ერთადერთი ჭეშმარიტება, მე სულ ესე იმპერატულად ვაყენებ საკითხს რა და ხისტად. ეს არის ერთადერთი ჭეშმარიტება. რა თქმა უნდა, ყვირალა ფრაზაა ერთადერთი ჭეშმარიტება, მაგრამ მე ვიწყებ ამის დასაბუთებას, ოღონდ ბოლომდე ამას ლოგიკურად ვერავინ გააკეთებს. შეუძლებელია ეს. იმიტომ რომ ეს რომ ლოგიკურად ბოლომდე, ნახეთ, მართლმადიდებლობის ჭეშმარიტება რომ ბოლომდე ლოგიკურად დასაბუთებადი იყოს, მაშინ სადღა იქნება არჩევანის შესაძლებლობა. თავისუფლების რეალიზება სადღა იქნება. ეხლა მაგალითად შეიძლება მტკიცება, რომ ეს არის ჭიქაში გასხია წყალი. მტკიცება ჭირდება ამას? არ ჭირდება, ეს უდავო ჭეშმარიტება. ამიტომ რამდენი ადამიანიც არის? აბა ვინ იტყვის, რომ ეს არის ძროხა? ყველა ჩუმად არის. ვინ იტყვის, რომ ეს არის
ეს არის ჭიქა წყლით, ყველა იწევს ხელს. და ამით მე მივხვდები, რომ თქვენ თავისუფალი არჩევანი გააკეთეთ. ვერა, იმიტომ რომ ძროხან აღდათ არ არის. იმიტომ რომ ეს დასაბუთებადია. ხო. აი ასე რომ დავასაბუთო მე, რომ მართლმადიდებლობა არის ჭეშმარიტება, ისე როგორც ეს არის წყალი, ესე რომ შეიძლებოდეს. მაშინ უფალი არ იტყოდა ესეთ სიტყვებს. ჩემი ცხოვარი, ჩემ სიტყვას მოისმენს. გესმით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამიტომ მე ესეთ რჩევას მოგცემდით, რომ არც მემენდოთ და არც თქვენ ტრადიციას. ასევე მოუწოდებ იმ ადამიანებს, რომლებიც მართლმადიდებელ ტრადიციაში აღიზარდა. მე არ მენდოთ. არამედ ავიღოთ მაგალითად ორი წიგნი, ყურანი, რომელიც ძალიან საინტერესოა და სახარება. ჩაუღმავდით ორივეს და გადაწყვეტილება თქვენ მიიღეთ. მე მივიღე გადაწყვეტილება თავის დროზე. მე კი დავიბადე აქ, მაგრამ მე დავიბადე ისეთ გარემოში, სადაც ეს იყო არც ისლამი, არც ქრისტიანობა, არც ბუდიზმი, იყო ათეიზმი. ათეიზმი როგორც რელიგია, იმიტომ რომ ღმერთი არ არსებობს, ესე წამდათ და მეც ესე მწამდა. საკმაოდ უკვე დასრულ ასაკში, თქვენ ამ ასაკის უმრავლესობა არც კი ხართ, დავიწყე ქრისტიანული ცხოვრება. 29 წლის ასაკში გავხდი ეკლესიური ადამიანი. ხო, არ არის პატარა ამ შემთხვევაში. ანუ და ეს არჩევანი გავაკეთე ღვთის დახმარებით, მაგრამ ჩემი მაძიებლობით. მაძიებლობა დაახლოებით გაგრძელდა 9-10 წელიწადი, დაწყებული 20 წლის ასაკიდან. ეძებეთ და იპოვით. თქვენ უნდა გადაწყვიტოთ. მე ვერ გადაგიწყვიტავთ. მაგრამ არჩევაში დაგეხმარებათ სახარება. სიმაღლეს ქრისტიანული სწავლებისა. ჩვენ შეიძლება კიდევ ერთხელ შეხვედრა მიუძღვნათ აი მართლმადიდებლობის უნიკალურობას, რაც თეზისებით სახით ვთქვი, ოღონ უფრო აი აქცენტირებულად, რომ მართლმადიდებლობა უნიკალურია აი ამაში და მე ეს იპოვეთ სხვაგან და თუ იპოვით და ვერ იპოვით. ვერ იპოვით მართლმადიდებლურ რა შეხედულებაც აქვს მართლმადიდებლობას 60-ზე, ისეთ შეხედულებას ვერ იპოვით ვერსად ვერ იპოვით. მართლმადიდებლობას ისეთ სიმაღლე აყავს, ისეთ სიმაღლეზე აყავს ადამიანი, ისეთ ღირსებას ანიჭებს, ვერ იპოვით ვერსად. ამას კატეგორიულად ვამბობ. ხო და აი ეს ძალიან კიდევ ერთია ძალიან მოკლედ ამით დავასრულებ ამ კითხვაზე. ერთადერთი სარწმუნოება, რომელიც ამბობს, რომ ღმერთი არის სიყვარული, არის ქრისტიანობა. და კითხვას ვამე ხოლმე. აი რატო? იმიტომ რომ ჩვენ ადამიანად მოვიდა და ჩვენთვის მოკვდა? არა. ეს ნაყოფია. ადამიანად რომ მოვიდა და ჩვენთვის მოკვდა, ეს არის ნაყოფი იმ თეზისისა, რომ ღმერთი არის სიყვარული. იმიტომ რომ სანამ ადამიანისათვის მოკვდებოდა, მეტიც სანამ ადამიანს შექმნიდა, მეტიც სანამ სამყაროს შექმნიდა, ღმერთი მანამდეც სიყვარული იყო. ხო, ღმერთი ხო არ იცვლება. მე ხო არ იძენს რაღაც თვისებებს. მაგრამ კითხვა მაქვს. აი წარმოიდგინეთ პერსონალური თვალსაზრისით მონადა, ანუ ერთი პირი. როგორ უნდა იყოს სიყვარული? აი დაფიქრდით. ღმერთი არის ერთპიროვნული არსება, მე და როგორ უნდა იყოს, რა უნდა უყვარდეს? ვინ უნდა უყვარდეს? და სამყარო საერთოდ შეიძლება არ შექმნილიყო, ხო? და ღმერთი მარადისობაშია. სამყარო ან შეიქმნებოდა, ან არა. მისი გადაწყვეტილება იყო. თქვათ არ შექმნილა, თქვათ ჯერ არ შექმნილა სიტყვაზე, ჯერ ცოტა ეს პირობითია. ანუ ღმერთის სიყვარული რას ნიშნავს, თორსა ის არის მონოპერსონა. თავისთავი უყვარს, ეს სიყვარულია? აი ხედავთ? და ქრისტიანობა გეუბნება, რომ ღმერთი არის სიყვარული. იმიტომ რომ ღმერთი არის ერთი ღმერთი წამს ქრისტიანს, მაგრამ ის არ არის პერსონალური თვალსაზრისით მონადა, ის არის ტრიადა. რა ლოგიკურია, კაცო, 1-ია თუ 3-ია გაგვაგებინეთ. შენ გინდა რომ ღმერთი ლოგიკურად შემოსაზღვრო 1-ში ან 3-ში, არც 1-ია და არც 3-ია. არც ბუნებით 1-ია, პერსონალურად ტრიადა. რას ნიშნავს, არ ვიცი. მაგრამ ერთი რამე ვიცი, რომ ღმერთის სიყვარულია გასაგებია. და პრინციპში ღმერთის სიყვარულია, რადგან მამა ცხოვრობს ძისა და სულიწმინდისათვის, ძე ცხოვრობს მამისა და სულიწმინდისათვის და სულიწმინდა ცხოვრობს მამისა და ძისათვის.
და ადამიანი არის მისი ხატი. დიახ. ხმამაღლა მამიროს ხმამაც გაიგონა. რაღაცა მაინტერესებს. აი ადამიანი როგორ იყოს, ხო? და გარდაცვალების შემდეგ. როგორ ხდება? აი შეიძლება ერთი ადამიანი იყოს საფრთხეში, მეორე ადამიანი ჯოჯოხში, ხო? გომარეობა კონკრეტ ესე და რომელიც საფრთხეში იქნება, ის ანუ როგორ უნდა იყოს? ანუ კარგად როგორ უნდა იყოს, რა? გავიგე, ცოტა ძალიან მძიმე კითხვაა და იუმორში უნდა ესე იგი კი ესე რუსული კლასიკური ფილმი გავიგე რუსული ანუ კითხვა ესეთი იყო რომ ადამიანი ორ ადამიანს ერთმანეთი უყვარს და ერთი ცხონდა და მეორე ჯოჯოხეთშია და როგორ უნდა იყოს ბედნიერი და ესეთი რუსული კლასიკური ფილმია რუსული კლასიკის შედევრია ძველი და ესე იქ არის титаки вопросы задаешь просто неудобно отвечать ანუ ძალიან რთული ანუ ვინც რუსულ ისეთ კითხვებს ვსვავ რომ უხერხულ მდგომარეობაში ვარდები ხო და მაგიტო გეუბნები ეგ არის თემა რომელზეც პასუხი არ არის და ბიბლიაში მაგაზე პასუხი უბრალოდ ვერ იქნება რატო იცით იმიტომ ვერ იქნება მაგაზე ბიბლიაში პასუხი რომ ნებისმიერი პასუხი ეგეთ რაღაცაზე ითხოვს ლოგიკურ დასაბუთებას და ეგ ისეთი დიდი საიდუმლოებაა იცი რას ვეჯახებით ჩვენ მათ ვეჯახებით ორ აბსოლუტურ და უნიკალურ რეალობას ადამიანის პიროვნული თავისუფლება აბსოლუტური თავისუფლება რომელსაც შეუძლია ღმერთს უთხრას არა და ასე იგი თავისუფლებისა და სიყვარულის შეჯახება და ღმერთი როგორც სიყვარული როცა ერთმანეთს ეჯახება ღმერთი როგორც აბსოლუტური სიყვარული და ადამიანის პიროვნული არჩევანი როგორც აბსოლუტური არჩევანი მათი ლოგიკური ჰარმონიული დალაგება ყოველთვის როგორც ჩვენ გვინდა ესე შეუძლებელია ამიტომ მაგაზე პასუხი არ არსებობს მაგას ვერავინ ვერ გეტყვის თუ ვინმე ეცდება მაგაზე პასუხის გაქცემას ეს არის ცდელობა რომ აი მაგალითად ჩემ 3 წლის შვილი მყავს და ლაპარაკს რომ აუხსნა ახლა მაგალითად უმაღლესი ტრიგონომეტრია უმაღლესი მათემატიკა აი როგორ უნდა ვეცადო რაღაცა გავაგებო შეუძლებელია რა ადამიანურ ენაზე მაგას ვერავინ ვერ აგიხსნეს არ გამოვა პასუხი არა მაგ არ ვიცი ხო არ გეწყინათ რაღაცა რო არ ვიცი ანუ ნებისმიერი რაც არ უნდა პასუხი გაქცე ყველა იქნება უკმაყოფილობის ახალი გესმით ადამიანის თავისუფლება საოცრებაა და ღმერთის სიყვარული კიდევ განუზომელია თავისუფალი ადამიანი ამბობს ვიცი რომ ღმერთო შენ გიყვარ ვარ ვიცი რომ აი ამ ადამიანსაც უყვარ ვარ ჩემს გარეშე მაგრამ მე არ მინდა რა თქვენთან ყოფნა იმიტომ რომ ამ ადამიანს შეიძლება ღმერთი არ უნდოდეს და არ იცოდეს მაგრამ აი ის ადამიანი უყვარს ძალიან და რაღაც შენ გინდა შენ თეთრად მოვდივარ შენ თეთრად მოვდი არასას აკეთებ ყველაფერს გავაკეთებ მაგრამ ესეც არ უნდა არის თავისთვის ვერაფერს ვერ იზამ თავისუფალია მაგრამ შენ გონია მარტო ადამიანი იტანჯება ღმერთი არ იტანჯება როცა შენ მდგომარეობა სავალალოა ღმერთს არ ტკივა ეს აი სახარებაში არის მაგალითად როცა ტანჯავენ სტეფანა პირველ მოწამეს მარიხილა ქრისტემ ფეხზე არ ამჯდომარე მარჯვენით მამის არამედ მდგომარე ანუ აქ მინიშნებაა რომ ღმერთი განიცდის შენს ბიბლიაში კიდე ძალიან ბევრი ადგილია ღმერთი როგორ განიცდის იცი ადამიანის უღმერთობას ისრაელის აი როგორც ქმარი მოსიყვარულე ქმარი ცოლის ღალატს და ეს ამ სიტყვებით არის ახსნილი შენ მე მღალატობდი ღმერთი ეუბნება ისრაელს და როგორ იგზნობა იცი თითქოს ღმერთს ხმა უკანკალებს წინასწარმეტყველის სპირით საუბრობს თითქოს სრემლი აღჭობს შენ მე მღალატობდი ყოველ გორაგზე ისრაელი აშენებდა საკერპოებს და საშინელებებს ჩადიოდა რელიგიური თვალსაზრისით ღმერთს ტკივა ეს მაგრამ ვერ გაძალებს იმიტომ რომ დაძალებით შენ ადამიანი აღარ იქნები ეს შეუთავსებელი რამ არის ერთის მხრივ მაგრამ თუ ადამიანს თავისუფლებას წაართმევ ადამიანს ბედნიერების უნარი აღარ აქვს ამიტომ ლოცვის პროცესში თუ ვინმე მეძახის რაიმე საჭიროების გამო მიუხედავად იმისა რომ იცის ლოცულობ უნდა შევწყვიტო ლოცვა და გავცე პასუხი კი უნდა შეწყვიტო ლოცვა თუ გინდა რომ შენი ლოცვა იყოს ხარისხიანი უნდა ილოცო არა იმ დროს როცა სხვა სჭირდები არამედ იმ დროს როცა არავის არ ჭირდები რა დრო არის როცა არავის არ ჭირდებით ძილის დრო
დიახ. ამიტომ როცა ესე იგი დგებიან და იქ სახში მიდის თელი ამბები და ეს ტატატატატატატა კითხულობი როგორ ატყვილებს საკუთარ თავს და რო წაიქ ოდღებს არ ჩავათავე და აუ აღატვირთი მოვიხსენ და ჩემი ვალი მოვიხადე. ეს არის სრული ტყუილი, აი ხიბლის ერთ-ერთი წყარო. ადექი ადრე ან წამოდექი ღამე და ილოცე. ისე კარგად ილოცე. მამო გამარჯობათ, გაგიმარჯოთ. მაინტერესებს მარხვის დროს სამარხო ნამცხრებისა და ასეთი რამის რაც მომწოს ჭამა თუ შეიძლება. რადგან აი ესეთია რა, გინახავთ ხო ის სპექტაკლი ან წაგიკითხავთ. ოტია იოსელიანის 6 შინაბერა და ერთი მამაკაცი. ხო თუ არა? წაიკითხეთ ან ნახეთ. იქ არის ცნობილი გიორგი ბარიკაშვილი თამაშობს და ნაწარმოებიც არის. იქ არის ცნობილი ფრაზა, რომელიც ფრთიანი ფრაზა იყო კომუნისტების დროს. შაირთა მინანებო და არ შაირთა მაინც ინანებო. ანუ ჭამ ინანებ, არ ჭამ ინანებ. რო ჭამ, იმიტომ ინანებ, რომ აბა რამაღამ არ ხوار, რომ ნამცხვარ ჭამ, მაგრამ რო არ ჭამ, კიდე უფრო ინანებ. იმიტომ რომ მართალი არ ჭამ, მაგრამ ვინც ჭამს შეხედე ჭამს. ამიტომ ჯობია ჭამო, თუ მაინც უნდა ინანო. მე ამბობს, თუ მაინც უნდა ინანო, ბარემ აიყიდა შაირთეო რა და თუ მაინც უნდა ინანო, ბარემ ჭამე რა შეგერგება. აი ეგ არის. როცა გული გვიფიცხლდება რაიმეზე და ბრაზდებით, როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს, ან როდესაც ვინმე გვეჩხუბება. ისწავლეთ ჩემგან, ქრისტეს სიტყვებია, მე ჩემგან კი არის სწავლოთ. ისწავლეთ ჩემგან, რამე თუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა. თუ ჩვენ გვინდა რომ ქრისტეს მიერ სიმშვიდე მოვიპოვოთ, არა ნებისყოფის ხარჯზე მარტო, არამედ ქრისტეს მიერი. ანუ როცა მართლა არ ბრაზდები, ანუ სიბრაზისაგან თავს კი არ იკავებ, არა მართლა არ ბრაზდები. მაშინ ამისათვის უნდა ქრისტეს შეუშვა გულში. უნდა ისწავლო ნამდვილი ლოცვა. გონიერი ლოცვა არის მასწავლებელი ქრისტეს მიერი სიმშვიდის მოპოვების. საიდან გაჩნდა ღმერთი? იცით რა შეასაქმე? გაჩნდა არის ზმნა არის, ხო? ხო. გაჩნდა არის ზმნა, რომელიც რომელ დროში ის წარსულში, ხო? გაჩნდა, ჩდება და გაჩნდება, ხო? შეიძლება გაჩნდა თქვა ისეთ იმაში, რა ქვია, ისეთ ფორმაში, სადაც დრო არ იქნება. შეიძლება? შეუძლებელი. ანუ ნებისმიერი სიტყვა, ზმნა ამ შემთხვევაში ქმედება უпроსწორად. ნებისმიერი ქმედება, რომელიც დროით კატეგორიაში ზის, ღმერთთან მიმართებაში არ გამოდგება. იმიტომ, რომ რა არის დრო? დრო არის მატერიალური სამყაროს არსებობის ერთ-ერთი აუცილებელი ატრიბუტი. რა არის მატერიალური სამყარო? ეს არის მასის, სივრცის და დროის ერთობლივი ტრიადა. ტრიადა მასა, სივრცე, დრო. მასა, სივრცე, მასაში შედის ენერგია სხვათა შორის, იმიტომ რომ აი სინათლე მაგალითად ენერგია, რომელსაც მასაც გააჩნია, ხო? იმიტომ რომ ხდება რაღაცას და დარტყმას აყენებს. ანუ მასა, სივრცე და დრო, გრავიტაციის ნაწილაკებიც იპოვეს, ხო? მასა, სივრცე და დრო არის ტრიადა, რითაც არსებობს მატერია. ცალკე მასა, დროისა და სივრცის გარეშე, ცალკე დრო, მასისა და სივრცის გარეშე, ცალკე სივრცე, მასისა და დროის გარეშე არ არსებობს. აი მაგალითად რო ვთქვა, რომ აი ხა ეს კითხვა, ხო? საიდან გაჩნდა? ანუ არ იყო გაჩნდა. ანუ დროით კატეგორიაში ვსვავ. აი რო ვთქვა მაგალითად, რამდენი კილოა ღმერთი? რატო გეცინებათ? იმიტომ რომ სისულელია, ხო? აი მაგალითად, რა ზომისაა ღმერთი? ასეთივე სისულელია ღმერთი რო არ იყო, იმიტომ რომ ანუ გინა დროით კატეგორია მიუსადაგე, გინა მასის და გინა სივრცული, სამი არის სისულელი. ამიტომ ამ კითხვას ისევე აქვს საფუძველი, როგორც აი და აღწევამ თქვი, რამდენი კილოა ღმერთი. მივხვდით ხო რა ვთქვი? ნიკოლოზობას გბადლობა გილოცავთ, წმინდა ნიკოლოზი გფარავდეთ, თქვენი აზრი მაინტერესებს 2016 წლის სოფლიო კრების შესახებ. არაფერი არ ვიცი, იმიტომ რომ
ერთი რამე ვიცი, რომ კანონიკურ საკითხებზე ამსჯელობა და არა დოგმატურზე. და დანარჩენს ვერაფერს ვერ გეტყვით, იმიტომ რომ მე არ მაქვს ის სტატუსი ეკლესიაში, რომ ესეთი ინფორმაცია ჩემთან მოდიოდეს, არ ვიცი. მე მაინც ვფიქრობ, რომ რამე ესეთ საშიშროებას ის არ შეიცავს, ესე მგონია, იმიტომ რომ კიდევ დოგმატური საკითხები არ განიხილება. და კიდე ერთი საკითხი ნებისმიერი თემა ითხოვს, ნებისმიერი თემა რომ გავიდეს, ითხოვს სრულ კონსენსუსს. ანუ იმ სოფლიო კრებები, სოფლიო ეკლესიებიდან ერთი მაინც წინააღმდეგი რო წავიდეს, ის საკითხი ჩავარდება. ამიტომ პრინციპში ამ ხრივ საყოველთაობა და საყოველთაობა კათოლიკობა ამ შემთხვევაში საყოველთაობის თვალსაზრისით დაცული. ამიტომ საშიშროებას მე ვერ ვხედავ ამ ეტაპზე. როგორ გამრავლდნენ კაენი და აბელი, როდესაც დედამიწაზე ერთადერთი ქალი იყო. რატო იყო ერთ-ერთი ქალი? კაენს და აბელს ყავდათ დები. ანუ ქორწინდებოდნენ საკუთარ დებზე. ეხლა ვიღაცა გაგიჟდება ეგ როგორო და სამედიცინო თვალსაზრისით პრობლემა არ არის, იმიტომ რომ მათი გენოფონდი იყო უსასრულოდ დიდი, და ეს ანუ ადამში და ევაში სრული გენოფონდი იყო, რაც დღეს თელ კაცობრიობაშია გაბნეული, ეს ერთი და ზნეობრივი თვალსაზრისით ასევე არანაირი პრობლემა არ იყო, იმიტომ რომ მაშინ ესეთი კანონი, აი მაგალითად საქართველოში რომ ბიძაშვილ მამიდაშვილები დაქორწინდნენ, ეს ხო კატასტროფაა, მაგრამ მაგალითად ებრაელებში და მუსულმანებში პრობლემა არ არის. ანუ ზნეობრივი ნორმები ითვალისწინებს იქ ბიძაშვილისა და მამიდაშვილის ქორწინებას, მაგრამ საქართველოში ბიძაშვილი და ბიძაშვილ მამიდაშვილობა იგივე დაძმობა. პრინციპში ის არ განსხვავდება. მაგრამ აქ რაც შეუძლებელია, შესაძლებელია ებრაელებში, როგორც გითხარი და შესაძლებელია ესე იგი ისლამში. ასე რომ კანონი არ არსებობდა, რომელიც აგრძალავდა ამ ურთიერთობებს. ანუ ესე სამედიცინო თვალსაზრისით, ანუ მუტაციებს არ გამოიწვევდა, იმიტომ რომ გენოფონდი უაღრესად დიდარი იყო. ზნეობრივი თვალსაზრისით პრობლემა არ იყო, იმიტომ რომ კანონი არ არსებობდა, იმიტომ რომ გარკვეული კანონები ქმნის იმ ფონს, რომელიც ზნეობრივ ნორმებს განსაზღვრავს და მესამე, საღვთისმეტყველო თვალსაზრისით აუცილებელი იყო, რომ მთელი სამყარო აღმოცენებული იყო ერთი ძირიდან. ხეზე არსებული ვაშლები ყველა აღმოცენებულია ერთი პაწაწინა კურკიდან, რომელიც ოდესღაც ჩავარდა. ხო სწორია? ყველა თაობის ვაშლი ამ ხეზე და ყველა ვაშლი ერთ და იგივეა პრინციპში ბუნებით, იმიტომ ერთი კურკიდან არის აღმოცენებული. ანუ ყველა ადამიანი ბუნებით არის ერთ და იგივე. ჩვენ ერთნი ვართ ყველა ბუნებით. ამას თავის დანიშნულება აქვს, იმიტომ რომ ერთი ბუნება რო გვაქვს ყველას. ჩვენი ბუნებიდან აიღო ღმერთმა, ძეღმერთმა, ანუ ქრისტემ აიღო ჩვენი ბუნებიდან, ზუსტად ჩვენაერი იყო. თავის თავში, თავის პიროვნებაში მიიღო, განაღმრთო, ანუ ღმერთად აქცია, განაღმრთო ბუნება და გადმოგვისხა უკან ჩვენ ზიარების სახით. ეს რომ ჩვენ რო ყველანი ერთნი არ ვიყოთ, მაშინ ეს საღვთისმეტყველო გამოხსნის ეს საიდუმლოება დარღვეული აღმოჩნდებოდა. ადამიანი, რომელიც იბადება მართლმადიდებელ ოჯახში, ითვლება მართლმადიდებლად. ანალოგიურად მუსულმანურ ოჯახში დაბადებული ადამიანი ითვლება მუსულმანად. ანუ მას არ სწამს ქრისტესი. ასეთი ადამიანი ითვლება თუ არა ქრისტიანული სარწმუნოების მიერ ცოდვილად. მუსულმანი დაბადებული მუსულმანურ ოჯახში შეიძლება არის მუსულმანი, არ ვიცი, მაგრამ მართლმადიდებლურ ოჯახში დაბადებული ადამიანი მართლმადიდებელი არ არის. მართლმადიდებლად ვერ დაიბადები. მართლმადიდებელი უნდა გახდე. ეს არის ადამიანის აბსოლუტურად პიროვნული თავისუფალი არჩევანი. ნომინალური მართლმადიდებლობა მართლმადიდებლობას არ ნიშნავს. ასე რომ, რომ გახდე მართლმადიდებელი, თუ გინდა ღვთისმშობელი იყავი, შენ უნდა გააკეთო პიროვნული არჩევანი და ეს არჩევანი გმირობის ტოლფასია, ადვილი არ არის. იმიტომ რომ უფალი ამბობს, ვინც არ უარყოფს საკუთარ თავს, არ აღიღებს საკუთარ ჯვარს და არ გამომყვება, ის არ არის ჩემი ღირსი. ესმით, ეს ძალიან იმპერატიული კატეგორიული მოთხოვნაა ქრისტესი. საკუთარი თავის უარყოფა. ვინც ჩემზე წინ დააყენებს დედას, მამას, ცოლს, შვილებს, ბოლოს არ უარყოფს საკუთარ და ასე ეს გმირობის ტოლფასია. ასე რომ მართლმადიდებელი უნდა გახდე. აუ, დრო ცოტა, ახლა რა გავაკეთოთ, იცი? გავშალოთ. როგორც გამოცდებზე ხდებოდა. 10 წუთი გვაქვს. დავიწყოთ, აბა ნებისმიერი ავიღოთ. 10 წუთი გვაქვს. მართლმადიდებელი ესქატოლოგიის მიხედვით საბოლოოდ მოხდება მართალთა ცხონება და ცოდვილთა წარწმენა.
ხომ არ არის ღვთის მარცხი იმაში, რომ მის მიერ შექმნილი ადამიანთა ნაწილი საბოლოოდ იღუპება? გარკვეულწილად არის. კი? აი მაგალითად, შენ ყავს შვილი, რომელიც გინდა ღირსეულ ადამიანად აღზარდო. და ყველაფერს სწორედ აკეთებ, რომ კაი მშობელი ხარ რა. მაგრამ ხო გახსოვთ ის ცნობილი ჩვენი პოეტის მარტო წოთნა არ ასარგებს თუ ბუნებამაც არ უშველა და ნუ არ შენ ეცადე მაგრამ გამოვიდა მოტროკი რა არის თუ არა შენი მარცხი როგორც შობლის შენ ბრალი არ არის მაგრამ არის აი ეს არის ამიტომ ეს არის მაგრამ ეხლა ეს რას ნიშნავს ღმერთი ყოვლის შემძლეა ნუ ეს აი იცით ღმერთი ჩვენ ვიცით რომ ღმერთი არის ქრისტიან ბოს მე ვარ შვიდ და მდაბალი ღმერთი როგორც მდაბალი თავდაბალი იმიტომ კი არ არის რომ ის ადამიანად მოვიდა მან თავისი ადამიანობით თავის ღვთაებრივი ბუნება წარმოაჩინა ანუ ის თავი რომ დაინდაბლა მონის ხატი მიიღო და ჯვარზე მოკვდა ამით მისი ბუნება ჩვენთვის დასანახავი გახდა ანუ ღმერთი სანამ ადამიანად მოვიდა და მანამდეც მდაბალი იყო და ეს სიმდაბლე ვლინდება ადამიანის შექმნაში პირველ რიგში რომ მან შექმნა ღმერთმა არსება რომლის გულშიც მიუხედავად იმისა რომ ღმერთი თავისი ბუნებით ყველგან მყოფია რომელიც გულშიც ის ვერ აღწევს თუ ის ადამიანმა არ შეუშვა ამიტომ თითოეული ჩვენთაგანი არის ღმერთი პოტენციაში შენ შეგიძლია ღმერთი შენ გულში არ შეო ღმერთს ვერ მოერევი მაგრამ აი იმით მოერევი რომ შენ გულში არ შეუშვებ და შეიძლება გადაიქცე ეშმაკად რა პერსპექტივაა მესმის მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს შესაძლებელია ანუ და ღმერთი ადამიანს რო ბადებს ნებისმიერ ადამიანს რო აჩენს ის მას ენდობა ნდობას უცხადებს აი თითქოს ეუნება რომ მე შენ ამ ქვეყანაზე მოგავლინებ და მე შენი იმედი მაქვს რომ შენ ჭეშმარიტებას იპოვი და აძლევს თავისუფლებას ხო ეს ჩვენი ღირს მაგრამ ეს თავისუფლება ჩვენთვის ძალიან ერთის ხო დიდი ღირსების მომნიჭებელია მაგრამ შეიძლება ძალიან ძვირად დაგვიჯდეს ისე როგორც აი საქართველოს მაგალითად რამდენი წელია თავისუფლები ვართ 26 წელიწადია ჩვენ ამ 26 წელიწადში ეს თავისუფლება ძალიან ძვირად დაგვიჯდა დაკარგული ტერიტორიები დაკარგული შვილები რომლებიც უცხოეთში არიან გაფანტულები დაკარგული ზნეობრივი ნორმები ну ძალიან ძვირად გვიჯდება და ჯერ კიდევ ვერ გამოვდივარ. ანუ თავისუფლება ძალიან ძვირად ღირებული სიამოვნებაა. თავისუფლების გამოყენება თუ არ იცი, აი მაგალითად პატარა ბავშვია 5 წლის და мама სამხედრო ყავს და წმენს რევოლვერს. ძალიან ლამაზია პრიალა ტყვიებს ადებს და აუ მამი მომერა პატარა ბავშვი ეუნება. 7 წლის 8 წლის 10 მომერა. ხო და თავისუფლების რეალიზება მოვახდინოთ მისი, აი 5 წლის ბავშვი არა, აი 16 წლის არის და 18-ია თავისუფლად, 18 წლის ხო უკვე სასრული მოქალაქეა. აუ მომერა და მიეცი. საშიში ხო არის? საშიშია. იმიტომ რომ თავისუფალია, ოჯახის წევრია და მიეცი და საშიშია ძალიან. თავისუფლება ძალიან საშიში ხილი. და თითოეულ ჩვენთანაც ეხება. ჩვენ ძალიან დიდი საშიშროების წინაშე ვართ. გამოდმებით მეშინია რომ დავკარგავ მშობლებს, ოჯახის წევრებს, საზოგადოებრივ საყვარელ ადამიანებს, საიდან მოდის ეს შიშები და როგორ ვებრძოლო ამ ფიქრებს. ადამიანმა გარდაიცვალოს აუცილებლად რომ ის მას მიეცეს შესაძლებლობა ღმერთთან მისვლისა. მაგრამ ადამიანი სანამ გარდაიცვლება, რა თქმა უნდა, მან უნდა მოახერხოს თავის სულში სამოთხის მოპოვება. ანუ სიკვდილი ხორციელი, რომელსაც ქრისტიანობა გარდაცვალებას უწოდებს, ეს არის გარდაუვალი. მაგრამ ეს როგორც წესი ადამიანს ისე არ აშინებს. როცა ადამიანში შემოდის შიში, რომ ეს ყოველწუთი შეიძლება ვიღაცა შენახულებას დაემართოს, აქ უფრო რაღაც დემონური ხრიკია. როცა ის რაც ისედაც უნდა მოხდეს, მაგრამ თავის დროზე. და რა არის თავის დრო? თავის დრო არ არის გარანტირებული 100 წელი, ხო ხდებით? თავის დრო ეს არის ღვთის განგებულება. ადამიანს არ ეკითხებიან, როდის იბადება, ადამიანს არ ეკითხებიან, როდის მიდის. ღვთის განგებულებაა. ოღონდ აი საიდუმლოებაა, რატომ იყავს ეს ადამიანი იმ დროს, ის ადამიანი სხვა დროს, არავინ არ იცის. იმიტომ რომ ჩვენ ძალიან ბევრი ამე არ ვიცით. ადამიანი ერთი დიდი საიდუმლოებაა. მაგრამ როცა ეს შიში ჩდება, დემონური განწყობები, იმიტომ დემონური ზემოქმედება არის იმიტომ, რომ თუ ღვთის ზემოქმედებაა, ადამიანი ენდობა ღმერთს. იმ დროს წაგვიყვან უფალო როგორც შენ, როცა შენ გადაწყვეტ. და მინდობა ხდება უფლისადმი ადამიანი მშვიდად არის. სიკვდილი მაინც ძნელია ახლობლის.
რაც არ უნდა იცოდე რომ ღვთის გაგებულებაა, მაგრამ სიმშვიდე არ იკარგება. სიმშვიდე ყოველთვის არსებობს. სამების დიდ ეკლესიაში არ არის მამა გაბრიელის ხატი. დიდი ხანია ასევე ასეთი სიტუაცია სხვა ზოგიერთ ეკლესიაში. ჩვენთან არის სხვათა შორის ჯვრის ამაღლების ეკლესიაში მე ვთვლი რომ ერთ-ერთი საუკეთესო ხატია მამა გაბრიელისა, რაც კი დაწერილა. მე ყველაზე ძალიან მომწონს ჩვენ ახლა აბა სხვა არ მომეწონება, მაგრამ ჯვრის ამაღლების ეკლესიაში თუ მობრძანდებით, მარჯვენა მხარეს ივანე ნათლისმცემლის ხატის გვერდზე არის მამა გაბრიელის ხატი. ერთ-ერთი საუკეთესო, რაც კი დაწერილა. რა სიტყვით ამაზე? რა სიტყვით იმაზე, რომ მამა გაბრიელი თავის დროზე დევნიდნენ. დღეს იგივე ხალხი წმინდანად რაც. რა სიტყვით მამა გაბრიელის მემკვიდრის მამა ნიკოლოზის შესახებ და ასე შემდეგ. მამა ნიკოლოზის შესახებ თანამედროვე ცოცხალ წმინდანზე. მამა გაბრიელთან დაკავშირებით მე რა უნდა ვთქვა, როდესაც ხალხმა თავის სიტყვა თქვა და მე პირადად შენახები ვარ ამ ადამიანს, შენახვედრი და ჩემ ცხოვრებაში მან უდიდესი როლი ითამაშა, დღემდე თამაშობს ამ სიტყვა, ის მისი სიტყვა ჩემთვის უდიდეს როლს წითელზოლად გასდევს და მადლობა მას მამა გაბრიელს ამისათვის და მისი ღვთის წინაშე წმინდანობისა ერთი წამითაც ეჭვი არ მეპარებოდა და ეხლაც არ მეპარება. რაც შეეხება მამა ნიკოლოზს, მე ცოტა ძალიან ძნელი ხარ და მე ვინ ვარ რომ ვიღაც შევაფასო. თქვენ შეაფასეთ, მე ნუ შემაფასებინებთ. ამისათვის აიღეთ მისი წიგნი წერილები ბიძას ჭადრაგზე, წერილები ბიძას ჭადრაგზე. დაიმახსოვრეთ ეს ხელნაწერად გამოცემული, ანუ პოლიგრაფიურად არის, მაგრამ ის პოლიგრაფიაში ხელნაწერით არის წიგნი, ესეთი წიგნი არის, ეს ავსისკე. და ამ წერილები ბიძას ჭადრაგზე ამ წიგნში თქვენ წაიკითხეთ და მე გააკეთეთ თქვენთვან დასკვნა. რამდენად ქრისტიანული ნაწარმოებია, რამდენად ქრისტიანის ნააზრევია ეს წიგნი და რამდენად შეიძლება სასულიერო პირმა ესეთი წიგნი დაწეროს და თუ თქვენ იპოვით ქრისტიანულს ამ წიგნში მაშინ შეიძლება კიდევ იმსჯელოთ. მე ვთვლი რომ ეს წიგნი არის კატასტროფა. ეს კატასტროფაა ეს წიგნი. თუ მისი დაწერილი არ არის, ხელებს ავწევ, მაგრამ თუ იმის დაწერილი ეს წიგნი არის კატასტროფა. ჩემთვის, ჩემი შეფასებით არის კატასტროფა ეს წიგნი. იქ არის პასაჟი. იქ არის ეს ხო, ეს წიგნი გამოიცა, რომ ხალხმა წაიკითხოს. მრავალი ახალგაზრდა, ბავშვი, არასრულწლოვანი ქალწული კითხულობს. ეხლა მე მაგალითად ეს წიგნი რო აქ იქ არის პასაჟი, რომელიც დაახლოებით ერთი გვერდი წელდება და ხო წესით ღვთლის დაწერილია, ხო საზოგადოებაში გავრცელებული. მე ხო უნდა შემელოს იქ არის თანამედროვე ცოცხალი წმინდანი. ღმერთი შეეწიოს და აცხონოს და მისი ლოცვით ღმერთმა მემაცხონოს, მაგრამ აი მე მაგათ იმ პასაჟს ეხლა აი აქ საზოგადოებაში არა იმიტომ რომ მანდილოსნები ცხედარ და გოგონები ჩემი შვილები, არამედ სულ რომ მამაკაცები იჯდნენ, მე მაინც ვერ წავიკითხავდი. ღვთის წინაშე გეუბნები, მამაკაცები რო დარჩეთ აქ და ქალები გახვიდეთ. მე იმ პასაჟს მამაკაცების წინაშეც ვერ წავიკითხავ. და მაგ კითხვა ამას რო ავრცელებ და ადამიანები კითხულობენ იმ ადამიანებში სიბინძურე რო შედის პასუხი ვის წინაშე მოგეთხოვებ ნახეთ და წაიკითხეთ ნუ ახლა ფაქტობრივად რეკლამა გაუკეთე ნუ მე არ მინდა ეს მე ექსპერიმენტი მაქვს ჩატარებული ვაკითხებდი ჩემს სულიერ შვილებს ჩვენს თანამომსახურე მღვდლებს აი მე მახსოვს ჩვენ მღვდელს მივოცი და აჰა ვერ წაიკითხა ვერ წაიკითხა რას ნიშნავს სიტყვები როგორ გავიგო ბოლო კითხვა გეფიცებით თქვენ ასულნო იერუსალიმისა ველის ნიამორებს და ირმებს გეფიცებით არ გააღვიცოთ არ გააზრახთ სიყვარული ვიდრემდე თავად არ ინებოს ეხლა ეს პოეტი ირმები ნიამორები ეს რა თქმა უნდა ეს პოეტური ის არ გააღვიძოთ არ აღძრათ სიყვარული ვიდრემდე თავად არ ინებოს აქ არის აბსოლუტური მინდობა ადამიანისა ღვთისნებას აი მსგავს სიტყვები მაგალითად იოსების სიხასტე ჩემთვის უსაყვარლესი თანამედროვე მოძღვარი წმინდა მე ყველას გირჩევთ იოსების სიხასტის და მისი მათი მემკვიდრეების აი როცა ჩვენ გვინდა ქრისტიანობა ცოცხალი წმინდანი წაიკითხეთ იოსების სიხასტი წაიკითხეთ მისი ცოცხალი სულიერი შვილის ეფრემ არიზონელის წიგნები აი ეს არის ქრისტიანობა მე მიტროპოლი იორთოს ლახო წაიკითხეთ ეს წიგნები
ეს ადამიანები მაგალითად ეფრემ არიზონელი ეს არის იოსებ ისიხასტის სულიერი შვილი და მას ამერიკის მოციქულს უწოდებენ. მიტროპოლიტ იოროთოს ლახოსი არის არქიმანდრიტ სოფრონ სახაროვის, რომელსაც მე-20 საუკუნის გრიგოლ პალამას უწოდებენ ათონზე. იმის სულიერი შვილი, წაიკითხეთ მათი ნაწერები. და ნახეთ თქვენ იცით რას ისწავლით? არა მარტო იმას, რომ დიადია ქრისტიანობა, არამედ იმას ისწავლით, თქვენ რა უნდა გააკეთოთ, რომ ამ დიადგზაზე შედგეთ. ხო, და რაც შეეხება და იოსებ ისიხასტი ამბობს, რომ ლოცვაში ნახეთ რას ამბობს, ღმერთო, შენი მადლის მოქმედება შეაჩერე, თორე როგორც ცვილი ისე დავდნები. ღმერთი რომ მოქმედებს როგორც ძლიერი თავისი მადლით როცა ღმერთი მოქმედებას იწყებს ჩვენში ეს მადლის მოქმედება ისეთი ძლიერია ხანდახან რომ მართლა განცდა გაქვს რომ შენი გული ახლა დადნება რა აღარ შეგიძლია მოკვდები იმდენად ძლიერია ეს შემოქმედება ღმერთისა ბედნიერების სიყვარულის და სისავსის განცდა ამიტომ აი აქ ეს აზრი იკითხება ჩემთვის რაღაც 9 საათია ესა ამას ბოლოს ეს დიდი მადლობა გიყვარხარ მადლობა აი ერთი ესე იგი ერთი უნდა ავარჩიო და აი როგორ აბა აბა მითხარი მამი გასაგებია. პირველ რიგში ჯვარის ტარებას თავისი ფსიქოლოგიური დანიშნულებაც აქვს, იმიტომ რომ არასოდეს დაგვავიწყდეს, ვისი მოწაფენი ვართ, ვისი მიმდევარნი ვართ, მე თუ მდევნეს თქვენს გდევნიან, ჩვენ ჯვარცმულის მიმდევარნი ვართ. ანუ ქრისტიანული სულიერი ცხოვრება არ ნიშნავს, რომ ეხლა მე ვიწყებ რელიგიურ ცხოვრებას, იმიტომ რომ ყველაფერი მაგრად მექნება, მაგარი კრეშა მაქვს რა. ღმერთი და ყველაფერს მომიგვარებს. რომ არ გეგონოს, რომ ვისი მიმდევარი, აი მოწაფე უნდა გახდე. ეს ერთი ფსიქოლოგიური მომენტი შეახსენო. და არის მეორე, მამის საიდუმლოება, რომელსაც ჩვენ ვერაფერს ვერ უზავთ. ეს არის თვითონ ფაქტი, რომ ქრისტე თვითონ ირჩევს ამ იარაღს. ჩემი ნებით ავდივარ, ქრისტე ამბობს. ვერავინ წამართმევს ჩემს სიცოცხლეს, ღმერთია, ის ადამიანი ბუნებით კი არა, პიროვნულად ღმერთია. და ის ამბობს, რომ მე ჩემი ნებით მივდივარ ამაზე და საოცრება სახარებაში ჯვარცმას, საკუთარ ჯვარცმას ქრისტე უწოდებს ამაღლებას. რომ აუმაღლდები, ყველას მიგიზიდავთ და იოანე განმარტავს მოციქული, როცა ამას ამბობდა აუმაღლდებიო და მიგიზიდავთ ყველასო, გულისხმობდაო თუ როგორი სიკვდილით უნდა ედიდებინა მამა, ღმერთი. ანუ გესმის ეს ქრისტეს არჩევანია, ის ამაღლებას უწოდებს. ეს მომენტია ძალიან მნიშვნელოვანი. მე გვაჩვენებს, რომ ყველაზე ბინძური და საშნელი წამების იარაღიც კი საოცრება გახდა, განიწმინდა ქრისტე რო შეეხო. მე ჯოჯოხეთში ჩავიდა სული, ჯოჯოხეთი გააქრო. სიკვდილს შეეხო. სიკვდილი, განა ჯვარზე ნაკლები ბოროტებაა, ზოგადად სიკვდილი. სიკვდილი იქცა ქრისტიანისათვის ბედნიერებად. გარდაცვალებად აქცია, ჩემი მოწაფე, მოყვარე, აღარ მოკვდება, იგი გარდაიცვალება სიკვდილისაგან სიცოცხლეში. და პავლე მოციქული ამბობს ერთი სული მაქვს წავიდე. გესმით, რასაც შეეხო ქრისტე ყველაფერი სხვანაირი გახდა და დაამარცხა ბოროტების იარაღი, დაამარცხა თავად ბოროტების გამოვლინება სიკვდილი. ესე იგი, ყველაფერი დაამარცხა, ყველაფერი განწმინდა, ყველაფერი ადამიანის ცხონების იარაღი, ეშმაკი დაამარცხა როგორც ბოროტების იარაღი და ეშმაკი გახადა დამხმარე ჩვენი ცხონების საქმეში, რომ გებრძვის, შენ გეხმარება ცხონებაში. და პავლე მოციქულის სიტყვები, როცა ის ამბობს, რომ ესე იგი თუ რა მნიშვნელობას ანიჭებს ჯვარს, რომ ჯვარი ჩვენთვის ძალაა ღმერთისა. გესმის, პირდაპირ ამბობს. ასე რომ, გესმით რა ავტორიტეტები ლაპარაკობენ ჯვარზე და ამ დროს ჩვენ ლოგიკურად, ისევ ლოგიკა. კაცო როგორ ეხლა მოკლეს და აბარანა ლოგიკა, აი, მაცხვარი რას ამბობს, პავლე მოციქული რას ამბობს და აი ასე შემდეგ. და მე რა თქმა უნდა ტრადიციისა, გამოცდილება ეკლესიისა, როცა ჯვრის ნიშს და ჯვრის გამოსახვას როგორი სასწაულები მოუხდენია. კი ბატონო. ანუ აი კათოლიკური ჯვრები რო არის, ქრისტეს უფლება აქვს გადაჭრილი. არა, მაგას ახლა პრინციპი ეგ ტრადიცია და მაგას არსობრივი მნიშვნელობა არ აქვს. რატომ არის რომ ანუ მართლმადიდებლები არ აკუთვნებენ
იცი რატო გეტყვი რატო? რა ჩვენი ტრადიცია გვეუბნება 2000 წელია რომ მაცხოვარს ფეხები ქონდა ესე და ეს არის ისტორიული რეალობის დარღვევა, ესე ვთვლით. ამიტომ პატივს ვცემ ჩვენ ტრადიციას. მათაშორის ძველ კათოლიკურ სამყაროში, ძველ კათოლიკურ ხატებზეც ესეა. მე ხატები რო არის სადაც ფეხებია ჩანს ქრისტეს ხატი. ხო და რო არ ჩანს რა? კათოლიკური ხატი რო არის. კათოლიკური ხატის პრინციპი მარტო ფეხების გადაჯვარდენება არ არის. იქ სხვანაირად ძველი კათოლიკური ხატები რო აიღოთ, აი მაგალითად რომის პაპი რო ლოცულობს დღეს, ის ხატი ღვთისმშობლის არის მართლმადიდებლური ხატი. ანუ ძველი კათოლიკური ხატები იგივე ჩვენერი ხატებია. ეს მერე მოდერნიზაციამ, რენესანსმა შეიტანა და ძალიან ფოტოგრაფიული და ხორციელი გახადა, მიწიერი გახადა. მოკლედ აი ერთი კითხვა და მორჩა, მეტი არა, იმიტომ რომ მაშინ აქაც იყო კითხვები და აბა მითხარი. ესე იგი, თქვენ გინათ ყველაფერზე ლოგიკური პასუხი. რისთვის შექმნა ღმერთმა სამყარო? ჭირდებოდა? აი აქ ნახეთ როგორია ადამიანი რაღაცას ვაკეთებს. ადამიანი აკეთებს იმისათვის რომ ეს მჭირდება. მაგრამ აბსოლუტური უანგარობა, ისე როგორც აბსოლუტური სიმდაბლე ძნელი გასაგებია ხოლმე ჩვენთვის და ღმერთმა შექმნა სამყარო არაფრისთვის, უბრალოდ მას არაფერში არ ჭირდებოდა. მაგრამ შეხედე შენი თავიდან, შენ დღეს ცოცხალი ხარ. შენ სიყვარული შეგილია და შენ გილია ეს სიყვარული მარადისობაში გაიტანო და მარადისობაში ბედნიერი იყო და აუსრულებად აი ამისთვის შენთვის შექმნა სამყარო. შენთვის. აი ერთი წოდა. ხო. მაშინ რა დანიშნულება აქვს სასწაულს? სასწაული არის თუ არა ღმერთის არსებობის ლოგიკური დადასტურება. ესე იგი, სასწაული ღმერთის ლოგიკური არსებობის კითხვა იყო ესეთი, რომ უნდა დადასტურდეს თუ არა ღმერთის არსებობა და თუ არის ესე იგი სასწაული ამის ნიშანი. სასწაული რა თქმა უნდა გარკვეულწილად ადასტურებს, მაგრამ სასწაული არავითარ შემთხვევაში შეიძლება დაგიდასტუროს რაღაც შემთხვევაში, მაგრამ სასწაული მარტო ფიზიკური სასწაული არ არის, ის შეიძლება შენ სულში შენთვის იყოს რაღაც სასწაული, რომელსაც ლოგიკურად ვერაფრით არ მიხვდები, რომ ღმერთი ჩაერია, გარეგნულად არავინ არ იცის, მიხვდი რომ ღმერთი ჩაერია და ზუსტად იცი რომ ღმერთის ჩარევა იყო, შენ ამან წმენაში განგამტკიცოს, ამისთვის არის და სასწაულის სხვა რა ქვია სინონიმი არის ნიშანი, ანუ ნიშანს გაძლევს ღმერთი, მაგრამ რატომ არ შეიძლება სასწაულის გამოდევნება? უფალი ამბობს რომ ნათესავი ბოროტი და მემრუშე ეძებსო სასწაულს. საქმე იმაშია რომ სასწაული შენ კი შეიძლება რომ მიხვდე ღმერთი არის. მაგრამ სასწაული ვერასოდეს ვერ გასწავლის ღმერთი რომელიც არის რომ შენის ეძებო და მასთან ურთიერთობა გქონდეს. იმიტომ რომ ღმერთთან ურთიერთობაში სასწაული კი არ გამოგადგება. იქ არის სხვა ნიუანსები, ანუ კერძოდ როგორ მიაღწიო რომ მასთან გქონდეს პიროვნული ურთიერთობა, როგორ ილოცო და როგორ ებრძოლო საკუთარ თავში არსებულ ნახინჯ მიდრეკილებებს, რომელიც შენსა და ღმერთს შუა აი გაუვალ ზღუდად იქცევა. თუ ეს პრაქტიკული საქმეები არ განახორციელეთ და პრაქტიკაში თუ არ ისწავლე ღმერთთან პიროვნული ურთიერთობა და საკუთარი ვნებები არ დაამარცხე ღვთისმადლით, როგორც წესი, ჩვენი რწმენა რჩება თეორიად, რომელიც სინამდვილეში არაფრის მომცემი არ არის. ქრისტეს შეგვეწიოს და ღმერთმა გაგვაძლიეროს.